მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო და იუთუბერებო, ვინც უყურებთ ჩემს ვიდეოებს და ხართ ჩემი ერთგული გამომწერი. მოგესალმებით თქვენ ყველა, ვინც ახლა შემოხვედით და ხართ ახალი, თქვენც მოგესალმებით. ავიღე დასტა და აი ახლა ეს 3 მარტს არის ესეთი სისხლიანი მთვარის დაბნელებაო რა, ანუ ისედაც კალიდორია ეხა ამ დაბნელებების, იმიტომ რომ მზის დაბნელება იყო 17 თებერვალს იცით და ელოდებიან ამ გრანდიოზულ დღეს, ხო? ბნელეთის წარმომადგენლები, იმიტომ რომ 28-ში, ანუ ზამთრის ბოლო დღეს, ასე ვთქვათ, პლანეტარული ის იყო ალღომი, რო იტყვიან ასტროლოგიურად და ესეც ისეთი მოვლენა იყო, რომ იშვიათად ხდება და მოკლედ აღარ განვაგრძნობ ახლა ამაზე საუბარს. თქვენ ნახავდით და ინფორმაციას გაიგებდით ამ ყველაფერთან ერთად რაც მოყვა ამ ყველაფერს და ზუსტადაც რო გავლენას ახდენს ეს ადამიანზე, ებინდებათ გონება და ხდებიან ნერვულები და მრისხანეები, ფაქტი სახეზეა. ყველა სხვადასხვანაირად, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხა აი უბრალოდ დაბნელებებზე მაინტერესებს, ხო? 3 მარტს კი იქნება ეს დაბნელება, მაგრამ ის გავლენა რაღაც პატარა პერიოდი მაინც იმოქმედებს. ამიტომ, როცა ესეთი ტურბულენტური და შეიძლება ითქვას არაორდინალური დღეები გვაქვს, როცა ძნელია რამე თქვა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ამოვარდნილია რეჟიმიდან ეს პერიოდი. რაღაც მომენტი არის, რომ ეთმობათ იმ მეორე მხარეს, გარკვეული დღეები, ეს მთვარის ციკლების მიხედვით თვლიან ამას ასტროლოგები და ისინი ბატონობენ მერე, ხო? და შეუძლიათ ეს მასა ადამიანების მართონ, ანუ რა, უარყოფით ენერგიაში ჩააგდონ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი მანძილს, დროს, სივრცეს, ანუ აი ამ ყველაფერს არა აქვს ფაქის სივრცეში, ანუ არსებითი მნიშვნელობა ეს ჩვენ არის, რომ ველოდებით, ჩვენ არის, რომ თქვათ, ვიტანჯებით და როდის გავა ეს დრო, როდის გავა იქ, დრო არ არის, როგორც ასეთი, უსასრულობაა. ამიტომ, როცა მიდის ადამიანი უკვე ამ ქვეყნიდან, ამ მატერიალური ქვეყნიდან, იქ ყველაფერს ერთად აჩვენებენ, როგორც წარსულს, აწყოს და ასევე იმ სულის, ასე ვთქვათ, დასამკვიდრებელ ადგილსაც, ხო? და რა თქმა უნდა, აჩვენებენ მთელი ცხოვრების აი ფილმებით კადრებს, ხო? ნუ, როცა წავალთ 100 წლის მერე გავიგებთ რაც იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადმოცემებით ხო ვიცით? ძალიან ბევრი ფაქტები გვაქვს, ასე თუ ისე თქვენს გექნებათ გაგებული, მაგრამ ეხა არსებითი, ანუ მნიშვნელობა ამას არ აქვს, უბრალოდ მაინტერესებს კიდევ ერთხელ, გავიგო, ეს დაბნელებები მასიურად, აი როგორ მოქმედებს ადამიანებზე, ქვეყნებზე, მთავრობებზე, ქვეყნის მმართველებზე, რომლებიც, რა ვიცი, ბოროტდებიან თუ ძალების დემონსტრირებით არიან დაკავებულნი. ეს კიდე მეორე საკითხია, რატომ და რისთვის, ამასაც გაანალიზება უნდა. მაგრამ ნახოთ, აბა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ვისაც აინტერესებს, რა გავლენას ახდენს ეს სისხლიანი მთვარე, ის დაბნელება. ზოგადად ყველაზე ადამიანებს, აი რა გავლენას ახდენს და რას უნდა მოველოდოთ, აი ამ სისხლიანი მთვარის დაბნელების პერიოდში, ახლო პერიოდში. სანამ ძლიერი გავლენა. ასტროლოგები თვლიან ასე, ანუ სანამ მოხდება ეს დღე, ხო, ასე ვთქვათ, ალყუმი იყო 28-ში, 3-ში დაბნელება, მანამდე, ანუ 2-3 დღით ადრე და მერე, ანუ რომ მოხდება კიდე 2-3 დღე, ანუ ასე ხსნიან, მაგრამ ჩვენ, ახლა
მაინც ვიკითხოთ, ხო? და გავარკვიოთ. აბა როგორ გავლენას ახდენს ყველა ადამიანზე ეხლანდელი 2026 წლის 3 მარტის სისხლიანი დაბნელება თვარის. რა გავლენას ახდენს? რა გავლენა შეიძლება მოხდეს და რეკომენდაციაც თუ შეიძლება. დავიწყოთ პირველი ვარიანტით და გავშალე აგერდა ზოგად პასუხს მოგახსენებთ. გავლენა პირველი. აი ვარსკვლავი, მზე, მთვარე, ანუ ეს პლანეტების განლაგებას მაცნობს ჩვენი დასტა. რაც კოსმოსში და ცისკაბადონზე განლაგებული არიან ჩვენი პლანეტები. ეს არის ფსიქოემოციონალური ადამიანის თვის გავლენა, ასევე დაბნეულობა, აპათია, ნერვიული უძილობა, ანუ რასაც ვამბობ ხოლმე ისედაც რაც ხდება, ვიცით ახლა ეს პირად ურთიერთობაში შეიძლება პატარა რაღაცაზე გაღიზიანება, კამათი, არაფრის გამო შეიძლება, ანუ აი ესეც მოსალოდნელია, რაც თავარია გონება, ანუ აი ის რომ უნდა იაზროვნო თქვათ და გამონათება გქონდეს, ხო? ვითხოვთ არა გონების განათებას. ანუ ამ პერიოდში რა თქმა უნდა, როცა დაბნელება ქვია, აბნელებს გონებას, სრულ ინფორმაცია, დეზინფორმაცია, შეიძლება არაფრის გამო ეჭვები, ანუ აი ბევრი რაღაცა და რაც თავარია ყველაზე მეტად ემოციონალური ფონი, ანუ ნახეთ, იქ რაღაცა წყენები, ახლო წარსულში რაც იყო, თქვათ, პირადზე, იგივე თქვენ თვითონ რა, სიტუაციაზე, ადამიანებზე, ურთიერთობაზე და განკითხვა, ანუ რას ნიშნავს, აი რაღაცაზე, რომ განკითხვაში რომ ვარდები ადამიანი, ხო? ამის ასე ვთქვათ, უფრო მეტი შანსია აიხლა ამ პერიოდში მე ვიცახი აი ესეთ სიტუაციაში, ხო, რაც ხდება, რომ ადამიანი ჩავარდეს და სტაგნაცია რაც თავარია, როცა ანუ გამოსავალს ვერ პოულობ და ხარ მსხვერპლშეწირული და არიცი რა ქნა. ძალიან კარგია წყლის სტიქია ჭარბობს, ესეც მთვარის ფაზებიდან გამომდინარე, ამიტომ რომ მიჩნეულია, რომ მთვარე უფრო წყლისა, ეს ემოციონალური ფონი, ინტუიცია უფრო წყლის სტიქიის გავლენის ქვეშ არის, ხო? ახლა მზე მაგალითად ცეცხლის სტიქია, მთვარე უფრო წყალთან ასოცირდება. წყალი ემოციაა, წყალი იგივე შენი შიდა, შინაგანი, აი ეს რაღაცა შფოთი, ნერვიულობა, დარდი, წყენა, ძალიან ბევრი რამე, ხო, რაც ადამიანს აქვს, რა თქმა უნდა, ინტუიციაც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხა ინტუიცია აქ არ არის, აქ პირიქით არის გადაფარვა შენი ინტუიციის და გონების ნათლად განსჯის. იმიტომ რომ ალბათობა, ანუ მეტი შანსია ჩავარდეს ადამიანი აპათიაში, ნერვიულ სტრესში, გაღიზიანება, განრისხება, ემოციონალური ფონი და აქაც სამ პერიოდს მაჩვენებენ, ანუ 3 დღის შემდეგ, ანუ კი მოხდება 3 მარტს ეს დაბნელება, მაგრამ 3 დღის შემდეგ გაივლის და გაივლის და რა უნდა გავითვალისწინოთ და ანუ აქ არის ნაჩვენები ბალანსი, დავაბალანსოთ. წყალიც დაგვეხმარება ამ დროს, იგივე სხვადასხვა ასე ვთქვათ, ბალახეულით განბანვა, გაწმენდვა, წყალს რო გაატანო შენი უარყოფითი ემოციები, მაგრამ რაც თავარია, ნახე, აი სტაგნაცია და განკითხვა.
და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ზემოდან ხდება. ანუ ამ კარტს ვერაული გვერდს, იმიტომ რომ თუ რამე ხდება, ეხა დედამიწაზე ყველაფერი ზემოდან, ანუ დაიმსახურეთ თქვენ ეს. ანუ აი ეს მიიღეთ, ეს შედეგი მიიღეთ. ანუ შენი მოქმედებიდან გამომდინარე ხდება მერე ზემოდან იმის მიღება ბუმბერანგს რო ვეძახით, შეიძლება კარგი მიიღო, ანუ სიკეთე აკეთო, ადამიანებს დაეხმარო, კარგი გინდოდეს, მშვიდობას ქადაგებდე და გამოსცემდე და ღებულობ იგივეს, არა? ვინ როგორ, ამიტომ ძალიან უნდა დაუკვირდეთ თქვენ ემოციებს, თქვენ ფიქრებს, თქვენ გრძნობებს თავი შეიკავოთ აი ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ მოსალოდნელია ეს მომენტი, ხა ეს არის საჯარო გაშლა, ხო? ყველასთვის, რეკომენდაცია ყველასთვის, მაგრამ პირადში, რა თქმა უნდა, ხა ინდივიდუალურია ყველა ადამიანი და ვის როგორც პირადზე, ასევე საერთოდ ყველაფერზე იშლება, ხო? ყველაფერზე იშლება. მოკლედ, პირველ ვარიანტთან დავამთავრე, ეხლა რას გვეწყვიან აბა? Grand Lux-ის კარტები. ნახოთ. მთვარის სისხლიანი დაბნელება 3 მარტი 2026 წელი. როგორი მოქმედებს ზოგადად ყველაზე ადამიანებზე, ქვეყნებზე, ქალაქებზე და საერთოდ მასშტაბურად და რეკომენდაციები. ზეგავლენა მოქმედება ამ დაბნელებების გვაინტერესებს და შემდეგ რა თქმა უნდა რეკომენდაცია. გასაგებია. ნახეთ, ამ დასტამ ცოტა სხვანაირად მაჩვენა, თუმცა არსი, ნახე, არსი ერთია. და რა, შინაარსი. აქ არის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ზემოდან, განკითხვის დღე, მოახლოებულია საყვირი, გამოდის ანგელოზი და ანუ მოასწავებს, რომ აი ამჯერად შავი მხედარი გამოდის არენაზე, ხო? ეს აპოკალიფსი და ნეონე სახარების აპოკრიფიდან. შავი მხედარი, ანუ რას ნიშნავს? შავ ცხენზე ამხედრებული ეს ომია. და სიკვდილია ერთად გაერთიანებული. ასევე მსხვერპლ შეწირვის კარტი, რაც ნიშნავს, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ დროს, იმიტომ რომ ეს უკვე გადაწყვეტილია, მიღებულია იქ ზემოთ გადაწყვეტილება, რომ ასე უნდა მოხდეს, ამიტომ ადამიანების უმრავლესობა ესეთ მდგომარეობაში იქნება. ხა ყველა არა, რა თქმა უნდა. ეს მთლიანად არის მასშტაბური შეკითხვა, რაც მაჩვენებს იმ სიტუაციაზე, რაც ხა ხდება იქ, ალბათ. აქ არის კიდე პოზიციების დაცვა. და ანუ რაღაცნაირად აი სადარაჯოზე რო დგახარ ადამიანი, ხო და იცავ შენ, თქვათ, სახლს, ადგილს, ქონებას, ქალაქს, ანუ ყველაფერი ხა მასშტაბური გაშლაა და ამიტომ ყველაფერი აქ ნაგულისხმები. ემოციონალური ფონი და ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სისხლიანი მთვარი რო დგება და თან დერეფანი როა და ჯერ მზის დაბნელება იყო და ეხლა მთვარის დაბნელება, საერთოდ ეს პერიოდი, ანუ ბნელების არის რა, პირდაპირ გაგებით და ამიტომ მოსალოდნელი იყო აი ესეთი რაც მოხდა მოკლედ. ეხლა რეკომენდაცია აქ რა არის, რომ ეს ჯერჯერობით გაგრძელდება ეს სიტუაცია, რაც არის გაგრძელდება. აქ ჩაებმებიან კიდე სხვა ქვეყნებიც, არ მინდა ეხლა დეტალები და თან უარყოფით ეს საუბარი. აქ მაჩვენებენ ფულს და ანუ ამ შემთხვევაში როცა ადამიანმა უნდა შეაგროვო აი შავი დღისთვის ყველაზე არ არის ახლა ეს რა თქმა უნდა. იმიტომ რომ რაღაცა ცვლილება იქნება ზოგადად და საჯაროდ ვშლი და ახლა კიდევ ერთხელ ვიძახი, ყველაზე არ არის, რომ რაღაცა ცვლილება ფულის ფინანსების შეიძლება ვთქვა კიდე ის რომ კრიზისია იმ ქვეყნებში
და ანუ აი ესეთი მომენტიც რატო იწყება ომი, კრიზისი რო არის და უნდათ გადაფარონ ეს და უკვე სხვა გამოსავალი არ აქვთ. იგივე ფულის კრიზისი, პროდუქტის კრიზისი, თვითონ შიგნით იმ ქვეყანას რაღაცა არა აქვს დაწყობილი და ამას მაჩვენებენ აგერ რა ვიცი მე რომელი ქვეყანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის მოქმედებენ ასე. ნახე. შეიძლება ის ქვეყნები არ ჩანან, ვინც დაგეგმა, შეიძლება ჩანან ისე, რომ ვითომ ეხმარება, მაგრამ ამ დროს მთელი რო იტყვიან აზრი ზუსტად იქიდან მოდის, ხო? მე ეხა სულ არიან აი ესეთი რამოდენიმე თითით ჩამოსათვლელი ქვეყნები, ვინც განაგებს მთლიანად ამ დედამიწისეულ იმას, ხო? და თან ძალის დემონსტრირება რო უნდათ. არის დათვი, ასე ვთქვათ, მოიაზრება, ვიცით ეხა ვინ, არის არწივი და არის დრაკონი, ხო? აი ეს სამი აპოკალიფშიც ასე წერია სამი ცხოველია, ჩამოთვლილია ამ ცხოველების ასე ვთქვათ, პირობითად აგებული ქვეყნები, რომლებიც გაბატონდებიან მთელს დედამიწაზე და დაიწყებენ ძალების დემონსტრირებას, ხო? და იმ პატარა ქვეყნების და ქალაქების აი ესე, მოკლედ, ესკალაციაში ჩაგდებას, ხო? და ადამიანებმა რა დავაშავეთ უკაცრავად, მაგრამ ადამიანები ხო მათთვის არაფერია მთავარია თვითონ თავიანთი ეგო დაიკმაყოფილონ და გამოაშკარავონ, როგორი ასე ვთქვათ, ძლიერი მართველები არიან ეს შეპყრობილობის კიდე რა ვიცი, მაღალი რანგია. ხო და აქ ეხა ჩანს იეროფანტის კარტი, რაც ეხა მათზე მიანიშნებს, რომ მათზე, მათ ავტორიტეტები, ასე ვთქვათ, და ქვეყნის მმართველები განაგებენ აი იმ რამოდენიმე ქვეყნების გამოკვეთილად, ვინც ბატონობს, ვისაც აქვს ძალაუფლება, აი ამ ჩვენს ბედს, მათზეა დამოკიდებულიო რა. აი ამას მაჩვენებენ. ყოველ შემთხვევაში თუ რამე გადადებული თანხა გაქვთ, იქონიეთ თან, არ ვიცით რა როდის რა მოხდება, აქ არის პოზიციების დაცვა, ემიგრანტებს კიდე რაღაცნაირად მე არ ვიცი ხა ვინ რომელი ქვეყნიდან მიყურებთ და ეს ვიდეო როდის მოვა თქვენამდე, მაგრამ კარგი იქნება თუ სამშობლოსკენ წამოხვალთ, იმიტომ რომ ჩაიკეტება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზები, ეს გარდაუვალიც არის, იქიდან ეხა დაიძრება მთელი ეშელონი აღმოსავლური ქვეყნიდან, ვიცით ხო? არც ისედაც ნაკლებობას განვიცდიდით მათი ჩვენ ქვეყანაში შემოსვლით და ეხლა მთლად და ჯერ ერთი ამაზე მამა გაბრიელს აქ ძალიან დიდი ხნის უკან ნათქვამი, რომ გამოექანებიანო საქართველოსკენო გადასარჩენათო და ქართველებო ჩამოდით დროზეო პირდაპირი გადატანითი, არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ, იმიტომ რომ მერე თქვენი ადგილი აღარ იქნება, ვერ დაიწევს ამდენსო რა. და გადარჩენა აქ იქნება. ეხლა განსაცდელები, რა თქმა უნდა და შეგვეხება ჩვენს და ჩვენ ქვეყანასაც მეტნაკლებად ეხლა მთელი მსოფლიო რო აირევა. დაწყება ანახით იმ დიდი ომის, რაც არის ნაწინასწარმეტყველები და შემიძლია ეს პირდაპირ თქვა გოგი და მაგოგი, წაიკითხეთ თქვენც და გადახედეთ თუ გაინტერესებთ, არმაგედონი რო უნდა მოხდეს, არმაგედონიო ჯერ როგორ მოხდებაო, თურქეთია იქო ნახსენები ერთმა. თურქეთი კი იქ ნახსენები, მაგრამ სანამ თურქეთამდე მივა წმინდა მამებს, ძალიან ბევრ წმინდა მამას აქვს ნათქვამი, რომ ჯერ დაიწყება ეს ირანი ისრაელით, ისრაელი ირანით, ამ ომით იწყება. ებმება მერე მთელი მსოფლიო, ეს პატარ-პატარა ქვეყნები, ისედაც გადამტერებულები წკიპზე რო იდგნენ და აღარ მიდეხა ჩამოთვალო, ხო? და მერე უკვე ბოლო ესკადრილია რო იტყვიან დაიძრება თურქეთისკენ და იქ მოხდება რაც მოხდება,
მე ვიძახი იმ არმაგედონს, რაც არის ნაწინასწარმეტყველები და ჯერ პროცესია უკვე დაიწყო, გავიგეთ, მაგრამ იქამდეც მივარ რა და ამიტომ სანამ ეს მოვლენები ძალიან გაფართოებულა რო იტყვიან და ფესვები გაუდგია, შემოვიდა უკვე ის მხედარი. ის შავი მხედარი. იონე მახარებლის გამოცხადებიდან შემოვიდა, რომელიც ამცნობს ომს. გუშინ მქონდა სხვათაშორის მოკლე გაშლა, რას მოგვიტანს ეს დღე 28.02, ანუ დილით გავშალე. ხო და აღარ თქვი, არ მიყვარს ხოლმე უარყოფითი რამის თქმა. პირდაპირ ამოვიდა ის მხედარი, ხო? ანუ სიკვდილის კარტი, მე-13 არკანი, რაც მოასწავებს სიკვდილს, ომს, პირდაპირ ომის კარტია, ანუ ხო და ხარ, არ ვიცი, როგორ მეთქვა, კი ვთქვი, მაგრამ ეხა ძალიან ისე რა, რო იტყვენ შეფუთულად და ლამაზად, მაგრამ პროგნოზი ყოველთვის ამართლებს. ანუ ამბობს იმას, რაც არის. მით უმეტეს, როცა შლი ზოგ აი ესეთ საჯარო გაშლას და ზოგადად ვეკითხები, ხო, აი ზოგადად ვეკითხები, ეს მოსალოდნელი, ეს უკვე გადაწყვეტილი იყო, ვიცით საუკუნეების განმავლობაში ამ ომზე, ანუ გაგვიგია, ხო? გაგვიგია, წმინდა მამებისგან ვიცით. და რა ვიცი, წმინდანებისგან და წერია, ბევრ წიგნში აღწერილია ამ ომის შესახებ, როგორ დაიწყება და შემდეგ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ გვეგონა, რომ ეს ყველაფერი ჯერ არა, ანუ აი ესე უყურებდით. პროცესი დაიწყო. უკვე ნიშანი, ანუ საყვირმა რო იტყვიან დარეკა ზემოდან, ზეციური ანგელოზები უკვე მზად არიან, თქვენ აგონიათ იქაც ომია, მარტო აქ არის ომი და მოახლოებულია უკვე ეს სიტუაცია, ამიტომ იმ მართველებზეა უფრო მეტი დამოკიდებული. მათ რომ უნდოდეთ რაღაცნაირად ჩააცხრობენ და კიდევ ერთხელ ვიძახი, გააჩერებენ, მაგრამ არ უნდათ. გააჩერეს რუსეთ-უკრაინის ომი, რამდენი წელია უკვე, ხო? და ვხედავთ ხორცსაკებ მანქანას, რომელიც ადამიანებს, უდანაშაულო ადამიანებს, ანუ შეიწირა ლამის 2 მილიონი, თუ მეტი არა, კიდე რა ვიცი, არ იძახიან. და გაანადგურა და მიწასთან გაასწორა ეს ულამაზესი ქვეყანა, ხო? გააჩერეს, არ გააჩერეს. ხო და ამიტომ თადარიგი დაიჭირეთ, მაგას ვიძახი და თუ ჩამოხვალთ, ქართველები ჩამოდით, კაცო, რატომ უნდა ჩამოვიდეს უცხოტომელი, ისიც არაქრისტიანი. ხო და იქნება ეს მომენტი. ყველა ქვეყანაში წავლენ ეხა 80 მილიონი ცხოვრობს ბოლო-ბოლო იქ, სადაც ხდება ეხა ეს სიტუაცია და მოიცავენ მთელ აღმოსავლურ ქვეყნებს, ახლო მდებარე ქვეყნებს და გაიქცევიან თვითონ მთავრობა მოუწოდა წადით უშველეთ თავსო და ეხლა დაწყებულია ეს პროცესი, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომელიც მერე გადაიზრდება და მერე მოხდება უკვე ის არმაგედონი. როდის, ჯერ არ ვიცით, მაგრამ იმდენად დაჩქარდა მოვლენები. უკვე, ანუ ვეღარ ვჯდებით იმ დროში, რაც შეიძლება აი ვამბობდით 1 თვეში, 2 თვეში და უკვე ძალიან მალე ხდება. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ მშვიდობისკენ, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაალოცოს, გადაარჩინოს ჩვენი ერი, საქართველო დაიცვას, ყველა ქართველი ემიგრანტი, ვინც ხართ, მშვიდობიანად ჩამოსულიყავით, იმიტომ რომ ჩაიკეტება საზღვრებით აუცილებლად. უბრალოდ გაფრთხილებთ და რა ვიცი, ხნება თქვენია. ისე აღარ იქნება, როგორც იყო. მთელ მსოფლიოში დაიწყება არეულობა და ხა რა ვიცი, ომი ჯერ რუსეთ-უკრაინის ომმა იმოქმედა და ეხა ეს არ არის სახუმარო ამბავი, რაც ხდება დღეს. ორი დიდი აღმოსავლური ქვეყანა, რომ ერთმანეთს ესე დაეჯახება. მშვიდობას უსურვებ მთელ სამყაროს.
ეს ყველაფერი უკვე ზემოდან გაწერილია, ორივე დასტამ მაჩვენა. სუდნე იძენ, ანუ ამ შემთხვევაში განკითხვის დღე. და ისევ უნდა ვითხოვოთ, ვილოცოთ და ღვთის იმედი უნდა გქონდეს. სხვა ეხლა ამ სიტუაციაში რაც მოსახდენია მოხდება, ვერავინ ვერ გვიშველის და დანარჩენი უნდა მივანდოთ ღმერთს და ვილოცოთ და მშვიდობა ვითხოვთ. ეს არის საქართველო კი გადარჩება, აქაც იქნება, რა თქმა უნდა, დევნაც იქნება, განსაცდელებიც იქნება, ყველაფერი იქნება, მაგრამ მეტ ნაკლებად. ამიტომ ყველანაირად უნდა დავდგეთ, გავერთიანდეთ, ერთმანეთს კი არ უნდა ვაფურთხოთ და ისინი, რა ქვია, როგორც იქცევიან. არა, ეხლა როგორც არასდროს ისე გვჭირდება ზუსტადაც შერიგება ქართველებზე ვიძახი. ის მხარე, არა აქ მნიშვნელობა, ის მხარე ხარ თუ ეს მხარე ხარ, აქ ერთი ხარ, ხო, ერთი ქვეყანა ხარ. გინდა საერთოდ გასწორდეს მიწასთან და აღარ იარსებო? გაჩერდი რა. გაჩერდი და მიმართე ისევ ღმერთს. სულიერების კარტი ამოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეხლა უნდა შევინარჩუნოთ კიდევ ერთხელ რაღაცნაირად ცივი გონება და მთელი გულით უნდა სულიერებაში, სადაც მარხვა არის, ვიცით, და სულიერებაში უნდა გადავიტანოთ ლოცვაში, აფირმაცია, მანიფესტაცია, რწმენაში, იმიტომ როცა გწამს და როცა რამოდენიმე ადამიანი ლოცულობს და ითხოვს იმას, უფრო ღმერთი უსრულებს და ესმის უფალს მისი და ანუ აი ეს პერიოდია. და ამიტომ გაგთხილებთ მეც როგორც შემიძლია, ხო? აბა ღმერთი თქვენსკენ გვარავდეთ უფალი და თქვენიცით გაუფრთხილდით თავს.